4 ოქტომბრამდე ქართულ ოცნებას ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი, მაგრამ 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლობამ, აი პროვოკაციამ, ნაციონალურ მოძრაობის და იმ პარტიების, ვინც ამას ხარი აუბა, იმ ხალხის, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, რა თქმა უნდა და რაღაც მშვიდობიანი დამხობის იმიტაციამ ქართული ოცნება ივანიშვილი ფაქტობრივად კრიზისიდან გამოიყვანა. ტრენდი გახდა, რომ არჩევნებს აზრია, აბა რას აქვს? არა, ტრენდი რატომ გახდა? არა, რევოლუცია რატო არის ესეთი მიუღებელი? ჩემთვის? ხო, ანუ რა თქმა უნდა მიუღებელია, ჩვენ ნახეთ რევოლუციის შედეგები ამ ქვეყანაში, ნახეთ რევოლუციამ მოკლა სანდრო გირგულიანი, რევოლუციამ ხალხი ხოცა ქუჩაში პატემრებით გააუსო, ციხეები, ანუ ეს გინდათ საქართველოს ახლიდან გავატაროთ? მაშინ როდესაც შეიძლება მისვლა არჩევნებზე და თბილისის მოგება, ბათუმის მოგება, არ არის ესე? ეჭვი გეპარებათ? არ ვიცი, მე ჯერ მოგებული არჩევნები არ მინახავს ქართული ოცნების პირობებში და ამიტომ ის მოწოდება რომ სახში დარჩი და არჩევნებში არ იყო მონაწილეობა, ეს თქვენ სწორად ეფუძნებოდა რას? ნევან მათ დარჩენას რას ეფუძნებოდა ახლებმა ვერ და იცოდე რომ არ ეყოლებოდათ კანდიდატურა და აყევით ნაცების და იმების მოწოდებას. მე ამყევი? ვინც აყვა, ვინც მოუწოდებდა